ბიჭო, წარმოიდგინე რა 2003 წელს მოვიდნენ ნაცები ხელისუფლებები. 9 წელი იყვნენ, მერე 13 წელი ახლა ნაცები ბრუნდებიან. 13 წელი ქვეყანა იტანჯება ნაცების არსებობით. ვიღაც ახალი იზრდება, ამას მე კიდე ამასაც აფინანსებს. გუბაზის შვილი შემოვიდა უკვე. გუბაზი დაბერდა და გუბაზის შვილი მოვიდა. ზამენა გააკეთა. ზამენა და ბიჭო, მანდ არის ახლა ანტინაცურ ნაწილს უნდა ვესმოდეს. ეს არ დამთავრდება ხალხო. ოცნებას თუ არ გლიჯე, ოცნება თუ არ ჩამოიღე, ხაბეიშვილები კოლექტივი უკვდავი იქნება როგორიც, ვერაფერს ვერ გაუტარებ. ხაბეიშვილს გაანეიტრალებ, ვიღაცა გუბაზიშვილს მოიყვანენ. გუბაზიშვილს გაანეიტრალებ, ნოდარ მელაძეს გამოიყვანენ. საჭირო არა ნაცური ოპოზიცია. აი, კითხვაზე რა არის გამოსავალი? არა ნაცური ოპოზიცია არის გამოსავალი ჩაკეტილი წრიდან, იმიტომ რომ სანამ ოცნების ალტერნატივა არის, რომ ხაბეიშვილმა უნდა მოახდინოს აქ გადატრიალება, ორ რამეში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული. ვერავინ ოცნებას ვერ ჩამოიღებს ერთი და ხაბეიშვილები სულ იქნებიან. ნაცები სულ იქნებიან და ვერასდროს ოცნებას ვერ ჩამოიღებენ. ეს არის მუდმივი ურთიერთმკვებავი სტაბილურობის გარანტია. კონსერვატორების საქართველოსთვის